საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იმყოფება აბუ-დაბიში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეული სამიტში, ასევე გამართავს შეხვედრებს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობა ენერგიის მეშვეობით. ვიზიტის დეტალებს აშუქებს სალომე ქოქიაშვილი და ის ახლა გვერდება პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები, ბიზნეს ლიდერები, ინვესტორები და ნოვატორები ახლა მათი შეკრების ადგილი სწორედ აბუ-დაბია, რომელიც უკვე მე-18-ად მასპინძლობს მდგრადი განვითარების კვირაულს, რომელიც ყოველი წელს უფრო და უფრო დიდ მასშტაბს იძენს და მაგალითად გასულ წელს 170 ქვეყნიდან 50,000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა. ამბობენ, რომ წელს სტუმრები აბუ-დაბიში კიდევ უფრო მეტნი იქნებიან, განსაკუთრებით ამ კვირაულის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებაზე, ეს არის მდგრადი განვითარების სამიტი, რომელიც ხვალ დილიდან ოფიციალურად აიღებს სტარტს. შესაბამისად, დელეგაციათა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ოფიციალური დელეგაციების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, უკვე ჩამოსული არის აბუ-დაბიში. აბუ-დაბიში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად და უკვე დაიწყო ორმხრივი შეხვედრები. ამ თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრისა და დელეგაციის წევრთა გრაფიკი საკმაოდ დატვირთული არის არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მსხვილ ბიზნეს კომპანიებთან, ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებთან, მათგან საქართველოში ზოგი უკვე ოპერირებს, ზოგი შეიძლება იყოს პოტენციური ინვესტორი. შესაბამისად, ამ შეხვედრების მთავარი მიზანი რა თქმა უნდა იქნება საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა და ახალი ბიზნეს კავშირების დამყარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აეროპორტში დახვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთანაც მოგვიანებით უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა და მაკა ბოჭორაშვილი ამბობს, რომ როგორც თავად ამ სამიტში მონაწილეობა, ის რა თქმა უნდა ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც ქვეყნის პირველი დიპლომატია ამბობს, ამ ურთიერთობების შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარება. მაღალი დონის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს საერთაშორისო არენაზე გააჟღერებული. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა 2025 წელს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დინამიკა მიმდინარე წელსაც გაგრძელდეს. სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობა, ეკონომიკური მიმართულების პროექტები, რაც საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. გვექნება შეხვედრები არაერთ პარტნიორთან, საამიროებიდან, რაც იმ კომპანიებთან, რომლებიც გარკვეულ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში, ან გეგმავენ განხორციელებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე დაწყებულია, მაგალითად ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ხელმძღვანელობასთან, რომელიც საქართველოს უკვე კარგად იცნობენ, ვინაიდან სწორედ ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაერთიანება მსოფლიოში არის თბილისის მშრალი პორტის ინვესტორი. გარდა ამისა, დღეს ასევე დაგეგმილი არის შეხვედრა ერთ-ერთი მსხვილ კომპანიასთან, პრიპკოსთან, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და რომელთანაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გააფორმებს მემორანდუმს. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება შემდგომი 2 დღის განმავლობაშიც, როგორც გითხარით, მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში არაერთი ასეთი შეხვედრაა ჩანიშნული და ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ამ სამიტისა და ამ ვიზიტისა საქართველოს დელეგაციისთვის იქნება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა თავად სამიტის ფორმატზე, რომელსაც ის ისაუბრებს შუა დერეფნის პოტენციალზე, განსაკუთრებით ენერგომიმართულებით, ენერგოტრანზიტის მიმართულებით, რომ რა კუთხითაც და თვალსაზრისითაც საქართველოს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი და ასევე მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოს ახალ ენერგორუკაზე. მადლობა, სალომე ქოქიაშვილი აბუ-დაბიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.